მოგესალმებით მეგობრებო. Subaru მოკლედ შევღებეთ, დიდი არაფერი არ ქონდა. ბამპერი ძალიან დაზიანებული იყო, ბამპერს განახებთ. მოკლედ ჩემი ნახევი პლასმაში კი რომელიც არის მახათელა გიორგი. აი ეს დახვეწა ეს ბამპერი ფაქტიურად იყო გადასაგდები. აი ეს იდეალურად გამოყვანილი სულ ყველაფერი. ბევრი დამიჯერე ამ ბამპერს შეაცვლევინებდა. ბევრი ვერ გააკეთებდა ასე როგორც გააკეთა. ხა შიგნით დაგათვალიერებინებთ. განახებთ და ნამუშევარი აქვს. აი ეს ყველაფერი აქ დაუთოებული, ანუ როგორც ხარ აქ სულ იყო გადაგლეჭილი, აი აქედან ჩახეული იყო. აი ეს აქ ლამაზად, მოკლედ აკურატად. სეტკის გარეშე ფაქტიურად ფორმებისი აქვს დახვეწილი გამოყვანილი, ფაქტიურად აქ არის გასასუფთავებელი, წებოდასასხმელი და დასაგრუნტი რა. ანუ აი ეს ხარ იყო დაგლეჭილი, უბრალოდ ვერ მოასწარი ამის გადაღება, იქიდან გამომდინარე რომ მოხდეს ბამპერი იგრები გასტაცის წაიღეს გასაკეთებლად, აი აქედან ელემენტები ეს დაგლეჭილი იყო, მოკლედ დაღეჭილი იყო. აი აქედან ეტყობა კიდევ საბურავის ნაკვალი აქვს, დადგმის დროს ეს ჩახეული იყო საბურავის ქვეშ მოქცეული. აი ეს მოკლეჯილი იყო და ეს ყველაფერი ბიჭმა ეს გემრიელად, როგორც თავის საკუთარი მანქანის ბამპერი, აი ეს ვთქვათ, გააკეთა, ააწყო, აადგინა, მოკლედ ესეთი იდეალურად, რომ დაჟე რომ გაკეთდება და შეიღებება ამ ბამპერს არანაირი პრობლემა არ ექნება. Ну, რა თქმა უნდა, კენჭები თუ მოხდება, კენჭს ვერ აუვალთ, როცა ავტობანზე ვარ, დიდი მანქანა როცა მივყვებით უკნიდან, ხანდახან ისეთ კენჭებს ისწრებს, რომ საქარი მინაც კი იბზარება და ფუჭდება, მოკლედ. ამ სულ ყველაფერს მე დავამუშავებ ფაქტიურად. ეს გასწორებული ადგილი რაც აქვს, შევღებავთ. და რა თქმა უნდა, ვნახოთ ფორმებს ოვალები როგორ გამოვანო, ფაქტობრივად როგორც ხედავთ, აქ დიდი გამოსაყვანი არაფერი არ არის. ბამპერი არის იდეალურად გაკეთებული. რა ვიცი, ვისაც პლასმასის ხრიდან გაკეთება ექნება ეს საჭიროება პლასმასში კი მოკლედ რა ყველას გირჩევთ გიორგი მახათელა მუშაობს დილომში და ნომერსაც და კოორდინატორს ჩაგიგდებთ მიდით მოკლედ და დამიჯერებთ გამოგვიშვებთ ნამდვილად ყოველფერი რა. აქ ბამპერი დამზადა, დაგრუნტდა, მოკლედ შემოვიტანეთ ღუმელში, ხა ამ სულ ყველაფერს ჩვენ გავწმინდავთ. რა თქმა უნდა, თავს დავიწყოთ კიდე წებოს, გადავასხავთ ზემოდან, ანუ დავასხავთ წებოს, გადავასხავთ უხეშად ღერს. მოკლედ წებოს დავასხავთ ზემოდან და მე როგორ თავის საღებავი და რა თქმა უნდა, ლაკი ამ ყველაფერს რო დავასხავ, მე როგორ გადავიღებ პედაგოგლივ, განახებთ დასრულებულს ამ ბამპერს. ანუ ხა ამ კანტებზე რო ვისაუბროთ. მოკლედ გამოვიყვანეთ მაქსიმალურად, ხა აკვირელებს არაჩანს, ლაკს რო დავასხავ, უფრო დეტალურად გამოჩნდება, უფრო კვეთრად გამოჩნდება, ამ სულ ყველაფერს ერთად შევამოწმოთ, ნახოთ როგორი იდეალური ბამპერი გამოვიდა. გასრულდა ბამპერი, მეგობრებო, აქეთა მხარეს ფაქტიურად არ შევეხეთ, იმიტომ დაუზიანებელი იყო, აქ ხოლმე ლაკი დაისხა. რაც შეეხება აქ აი ამ ფორმებს, როგორც ხედავთ, აი აქ ესე მომგვალებული ფორმა რაც აქვს. ანალოგიურად გადავიდეთ დაზიანებულ მხარეს. აი ეს ფორმები ანალოგიურად იმეორებს, ზედა ფორმაც ანალოგიურად იმეორებს. ეს კანტებიც კვეთრად ყველაფერი ჩანს. აქეთა მხარეს აი ესე გემრიელად გამოვიდა, მოკლედ ამით დასრულდა ჩვენი Subaru-ს ბამპერი, მოკლედ დაისბორება და გავა ჩვენი სერვისიდან. აი ესეთი გამოვიდა ჩემო მეგობრებო. გასთავარია პლასმასით იდეალურად არის გაკეთებული, აი გაკეთებული ხარი აი ესია. სეტკები და ბადეებით არ არის პლასმასით, რომელიც არის დრეკადი და ნაკლები პროცენტულობა აქვს, რომ გატყდეს ან გაიბზაროს ან დაშარდეს. ზოგადად სეტკას ახასიათებს, რომელიც ბამპერის შიგნით პლასმასში მუშავდება და კეთდება, ჟანგდება ხოლმე, რატომ არ ვიცი, ნუ ჟანგს კიდევ ხოლმე მე იბზარება და ამას ეგეთი ჟანგის და მოკლედ კატეხვის პრობლემები არ ახასიათებს. აი ესე მეგობრებო, დასრულდა ჩვენი Subaru-ს ბამპერი.